კოსმოგრამის ანალიზს, განვიხილავთ ნატალური რუკის ანალიზს, თუ დაბადების დროც გვეცოდინება კონკრეტულ რუკებში და ჩვენ გვინდა უბრალოდ განვიხილოთ ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება ხასიათი გავიგოთ ნატალური რუკის ან კოსმოგრამის მიხედვით. Რა თქმა უნდა, სრულ ხასიათს ვერ გავიგებთ, ჩვენ გვეცოდინება ესე ვთქვათ მიახლოებითი, როგორ შეიძლება ადამიანი ზოგადად აღვწეროთ, როგორი ადამიანი არის ეს ადამიანი ჩვენი კოსმოგრამის მიხედვით. თუ ვიცით უბრალოდ დაბადების თარიღი და არ ვიცით დაბადების დრო. აქ უფრო მეტნაკლებად გამოიკვეთება ის ფარული მახასიათებლები, ხასიათის, რაც არ ჩანს, ესე ვთქვათ, ერთი შეხედვით, როდესაც ადამიანს უყურებთ, თუნდაც ტელევიზიაში, ან როდესაც ადამიანს, ესე ვთქვათ, იცნობ პირადად. იმიტომ რომ თვითგამოხატვა განსხვავებულია, რეალურად ადამიანის ხასიათი შეიძლება სულ სხვანაირი იყოს. მახასიათებლების მიხედვით ჩვენ გვაქვს მზე, მთვარე, სატურნი, იუპიტერი, მარსი, სტიქიები, ჯვრები, სტელიუმი, კონფიგურაციები, ჯონსის ფიგურა. მზე გვიჩვენებს ადამიანის ხასიათს, ის რაც ჩანს ყველაზე მეტად. მთვარე არის ადამიანის ხასიათი შედარებით დამალული, ეს არის მისი მსურვილები, მოთხოვნილებები, რაც იმდენად არ ჩანს, ესე ვთქვათ, ხასიათში, ისე არ ჩანს, როგორც ჩანს მზის მახასიათებლები. სატურნი უფრო აღწერს ადამიანის ზრდასრულობის დონეს, იუპიტერი აღწერს ხასიათს ზოგადად, ანუ ხასიათის კონკრეტულ მაჩვენებლებს, რაც შეიძლება ესევე ჩანდეს ხასიათი ადამიანის თვითგამოხატვაში, ან შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ ჰქონდეს ეს კონკრეტული მახასიათებლები. და იუპიტერი ზოგადად გაფართოების პლანეტაა, შესაბამისად ამ პლანეტის მახასიათებლები ხასიათში თუ საკმაოდ ესე ჩანს კარგად. ხედავთ თუ არა ჩვენ ამას, მიუხედავად, ანუ ხასიათში ამ ადამიანს ექნება მაინც იუპიტერის მაჩვენებლები. მარსი როგორც ქმედება ნაბიჯები ადამიანის და სტიქიები და ჯვრები უკვე ადამიანს ესე ვთქვათ დანარჩენი რაც წერია ხასიათს ესე ზოგადად და განვითარების დონეს და რისკს უფრო სწორად და შანსებს განვითარების და სანახებს. დავიწყოთ იაფაროლავას რუკით, აქ ჩვენ ვხედავთ რომ მზე არის მერწყულში, ეს არ არის კარგი მდებარეობა მზისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს უფრო სხვებისთვის ემეტება ყველაფერი და საკუთარი თავი, ესე ვთქვათ, პირველ ადგილზე არ უყენია, ეს მისთვის არის ცუდი, თორე სხვებისთვის რა თქმა უნდა კარგი არის. მეორეს მხრივ ჩანს ხასიათი დემოკრატიული თავისუფლების მოყარე ჩარჩოების გარეშე, არ უყვარს ამ ადამიანს შეზღუდვები, არ უყვარს სხვების შეზღუდვაც, იგივენაირად ყველანაირი დისკრიმინაციის წინააღმდეგია. მთვარე ამ შემთხვევაში არის პირველ გრადუსებზე, ნიშნის შესაბამისად მთვარე დღის განმავლობაში სწრაფად მოძრაობს. როდესაც მთვარე არის ეს პირველ გრადუსებზე, ეს არის ესე ვთქვათ, ზუსტად მთვარის მდებარეობას ვერ გავიგებთ, თუ დაბადების დრო არ ვიცით, იმიტომ რომ აქ როდესაც საწყის გრადუსებზე მთვარე შეიძლება იყოს რეალურად მშვილდოსანში, შეიძლება იყოს დღის რქაში, ზუსტად არ ვიცით. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია დავახასიათოთ ორივე მაჩვენებელი, თუ მთვარე იქნება დღის რქაში ადამიანი შედარებით უფრო კარიერისტია, უფრო მიზანდასახულია, უფრო სერიოზულია, ესე ვთქვათ, უფრო ემოციებში შეზღუდულია, თუმცა მიმართულია უფრო სოციალური წინსვლისკენ. როდესაც მთვარე არის მშვილდოსანში, ამ შემთხვევაში ადამიანი უფრო მეტად კონტაქტურია, უფრო მეტად სოციალურია და უფრო ეს პუბლიკის მოყვარული არის, ესე ვთქვათ. და აქვს ბევრი სათქმელი ხალხისთვის, ანუ ყოველთვის აქვს რაღაც სათქმელი პუბლიკისთვის, ანუ ეს სცენის ადამიანია. სატურნს რაც შეეხება, სატურნი აქ თევზებში ყავს, აქ ვერ ვიტყვით ვერაფერს ზრდასრულობის დონეზე, რაღაც ძალიან სერიოზული მიდგომა აქვს და მეთოდური ან დისციპლინირებული ეს ადამიანი, ჩანს ემოციებიდან გამომდინარე ქმედებები. შესაბამისად უფრო შედარებით უფრო ემოციური ადამიანი ჩანს. აქ ჩვენ ხედავთ იუპიტერის კირჩხიბშია, შესაბამისად უფრო ეს მზრუნველობა სხვებზე და უფრო შედარებით რბილი ხასიათია, აქაც აქცენტირებული ემოციებიდან გამომდინარე ქმედებები. მარსის ასტორშია, მარსის ასტორში არ არის კარგი მდებარეობა, მარსისთვის ამ ადამიანს უჭირს კონკრეტული ინიციატივის გადადგმა, ესე ვთქვათ, ნაბიჯების გადადგმა, კონკრეტული ინიციატივის გამოჩენა, ბევრს ყოყმანობს, ბევრს ფიქრობს, სანამ ნაბიჯს გადადგამს, რომ ესე ვთქვათ, მაქსიმალურად უნდა რომ მისი ნაბიჯი იყოს ჰარმონიული, რომ არავინ არ დაჩაგროს, არავის, ანუ მაქსიმალურად ესეთი სწორი ნაბიჯების გადადგმა უნდა და ამ სწორი ნაბიჯის გადადგმის პროცესში ძალიან ბევრს ფიქრობს და ყოყმანობს. იგივენაირად აი სტიქიებზე როდესაც გადავდივარ, ჩვენ ხედავთ, რომ ცეცხლის სტიქია აქ არ არის. დეფიციტია ცეცხლის სტიქიის, რაც იგივენაირად ადასტურებს მარსის მდებარეობასაც, უფრო მეტად აძლიერებს, ესე ვთქვათ, რომ ადამიანს საკუთარი ინიციატივის გამოჩენა უჭირს, რომ თვითონ დამოუკიდებლად სხვების ზეგავლენის გარეშე, რაიმე ემოციური ფონის გარეშე გადადგას ნაბიჯები. სხვა მხრივ არის უფრო მეტად აქცენტირებული მიწის სტიქია და წყლის სტიქია, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტად ემოციურია ეს ადამიანი, თუმცა პრაქტიკულობაც აქვს.
ხასიათში. რაც შეეხება ჯვრებს, კარდინალური ჯვარი, აქ ჩვენ ხედავთ, რომ კარდინალურიც ფიქსირებულიც მუტაბელურიც გამოხატულია თითქმის თანაბარი მაჩვენებლებით. რა თქმა უნდა, ერთი დომინანტი ყოველთვის არის, მაგრამ ზოგადად როდესაც ესე თითქმის თანაბარი მაჩვენებლებია, ეს ძალიან კარგია ხასიათისთვის, ეს ადამიანი არის საკმაოდ აქტიურიც და უყვარს სიახლეები, იგივენაირად არის საკმაოდ ფიქსირებული და კონკრეტული აქვს თავისი, ესე ვთქვათ, შეხედულებები, იდეები, რასაც არ შეცვლის არასდროს, პრინციპები და აქვს მუტაბელური ჯვარიც, რაც ნიშნავს იმას, რომ დროში საკმაოდ ადაპტირებადია ესეთი ადამიანი, გარემოს ერგება კარგად. სტელიუმს და ნიშნებს რაც შეეხება დომინანტ ნიშანს არ არის გამოკვეთილი მაინც და მაინც, ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენ არ მივაქცევთ ყურადღებას. კონფიგურაციებში ვხედავთ არის ბისექსტილი, მეორე ბისექსტილი, არის დიდი ტრინი, მთლიანად ეს არის იალქანი, შესაძლოა იყოს ტრაპეციაც, აქ კიდევ ერთი ბისექსტილია. ანუ საკმაოდ კარგი, ბევრი კარგი კონფიგურაციებია, რაც იძლევა უფრო მეტ შანსს წარმატებისას და იძლევა უფრო მეტ შანსს საკუთარი ხასიათის დამუშავებისას. რაც შეეხება ჯონსის ფიგურას, ჩემ შემთხვევაში მე ვითვალისწინებ კარმულ კვანძებს და ეს უფრო არის შხეფი, კონცენტრირებული შხეფის რუკას გავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი საკმაოდ მრავალმხრივია, მრავალმხრივად ნიჭიერია, ბევრი რამე გამოსდის, ბევრი რამე აინტერესებს, ბევრ სფეროში ერკვევა, თუმცა აქვს კონცენტრაციის დაბალი უნარი და უჭირს კონკრეტულად ერთ სფეროზე კონცენტრირება ცხოვრებაში. სულ ეს არის, მე ასევე მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა პლანეტების ძალაზე, აქციდენტალურ ძალაზე, ანუ რამდენად აქტიური არის პლანეტა ზოგადად და რამდენად დადებითად ასპექტირებულია. ჩვენ ხედავთ მზეს, თითქმის არ აქვს ასპექტები. აქ 8 გრადუსიანი კვადრატია და შემდეგ უკვე კარმულ კვანძებთან ასპექტები, შესაბამისად, მზე არის პასიური და მაქსიმალურად ნეგატიურად ასპექტირებული. ეს ნიშნავს თავდაჯერების პრობლემაზე მიუთითებს, რომ ეგოსთან ამ ადამიანს ცოტა პრობლემები აქვს. იგივენაირად პასიურია მარსი, მეტნაკლებად ცოტა ასპექტები აქვს. იგივენაირად სატურნი, რაც შესაძლოა მიუთითებდეს მამის შედარებით უფრო პასიურ როლზე ამ ადამიანის ცხოვრებაში. ასევე, ანუ პარალელურად, ეგოსთან პარალელურად. მერკური მეტნაკლებად ნორმალურად არის, ვენერა ცოტათი პასიურია ისევ. ემოციების გამოვლენასთან პრობლემები ისე თუ ასე არის. რაც შეეხება იუპიტერს, სხვა პლანეტებს ისე თუ ასე ასპექტები აქვთ. პლუტონი არის საკმაოდ ასევე ცოტა არ იყოს პასიური. კარგი. აქ მაინც და მაინც ამ მხრივ ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვით. შემდეგი არის მაია ასათიანი, აქ ჩვენ ვხედავთ, რომ მზე არის კუროში, ეს ადამიანი გარეგნობით, ანუ გარეგნობით, როგორც თქვა, რეალიზაცია ამ ადამიანის ის თვისებები, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ ადამიანში პირველ რიგში არის სიმშვიდე, რაღაცნაირი სტაბილურობა და შედარებით სირბილე, თუმცა ასევე შინაგანი სიმტკიცე და ჯიუტი ხასიათი, რაც ზოგადად მზეს ახასიათებს კუროში. მთვარე ისევ პირველ გრადუსებზე დგას, აქ მთვარე შეიძლება იყოს მორიელში, შეიძლება იყოს მშულდოსანში, დაბადების დროიდან გამომდინარე. შესაბამისად, თუ მთვარე იქნება მორიელში, ეს არის შინაგანად საკმაოდ ინტენსიური ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მოთხოვნილება საკუთარი თავის დაცვის, საკუთარი ოჯახის დაცვის, იგივენაირად ინტენსივობა სჭირდება ცხოვრებაში, ტრანსფორმაცია ჭირდება მუდმივი წინსვლა ჭირდება ცხოვრებაში. და ემოციების გამოვლენა, რა თქმა უნდა, ამ მხრივ პრობლემატურია იგივენაირად. თუ მთვარე იქნება მშვილდოსანში, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ ფარულავას შემთხვევაში, ეს ძალიან უფრო ისეთი სოციალური ადამიანი, რომელსაც სჭირდება უფრო სცენა, ყურადღება, ესე ვთქვათ, და უფრო ესეთი ფილოსოფიური და უფრო მასშტაბური აზრები და იდეები აქვს და მოთხოვნილებები. შემდეგი არის სატურნი. სატურნი ამ შემთხვევაში არის ლომში. არ არის მაინც კარგი მაჩვენებელი, იმ მხრივ რომ უფრო ესეთი ფეთქებადი და ლიდერობის მოყვარული სატურნი არის, წინდახედულება ნაკლებად აქვს, თუმცა ჩვენ შემდეგ ვნახავთ კონფიგურაციები მშვენიერია. სატურნი აქ საკმაოდ ისეთი საკვანძო როლს ასრულებს, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ასპექტი აქვს, ბევრ კონფიგურაციებში იღებს მონაწილეობა, შესაბამისად მისთვის, ამ ადამიანისთვის სატურნის აი ეს დომინანტობა, ლომის სიკეთე, ლომის ხელგაშლილობა და დომინანტობის სურვილი, აი სხვების დახმარების სურვილი, ეს უფრო ისეთი კარგი ლიდერია, რომელიც გვერდში გიდგას და გეხმარება. შესაბამისად ამ ადამიანისთვის სატურნი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია და სატურნის მახასიათებლები ცხოვრებაში. რაც შეეხება იუპიტერს, ტყუპებშია იუპიტერი, ლილითთან შეერთებაში, შესაბამისად აქ უფრო იქნება
ხასიათი უფრო ისეთი ცვალებადი, ადაპტაციის მაღალი დონე, უფრო ცოდნაზე და ინტელექტუალურ საქმიანობაზე მეტი ორიენტაცია, მეტი კომუნიკაციის სურვილი, რამდენიმე სფეროში აქტიურად მოღვაწეობის სურვილი. მარსი აქ არის ვერცხლში, ვენერასთან შეერთებაში, ესეც არ არის ცუდი მაჩვენებელი, კარგი მაჩვენებელი ამ შემთხვევაში ძალიან ისეთი დომინანტია ეს ადამიანი, შეუძლია ინიციატივის გამოჩენა, დამოუკიდებლად საკუთარი, ესე ვთქვათ, სურვილებს და აზრებს ცდილობს, რომ მაქსიმალურად წინ წაწიოს და კონკრეტული ნაბიჯიც გადადგას. ანუ მისი სურვილები მხოლოდ სურვილები არ არის, მას შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება. შემდეგი არის სტიქიები და ჯვრები. სტიქიებში ჩვენ ხედავთ დომინანტი სტიქია, ცეცხლის სტიქია რამდენად აქტიურია, ეს არის ადამიანი ლიდერი ბუნებით, რომელსაც ყოველთვის რომელიც ესე დამოუკიდებლად მოქმედებს, ესე ვთქვათ, გზის გამკვლევებს ეძახიან ეს ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ თავისი ინდივიდუალური, თავისი კონკრეტული გზა გაკვალოს, ისეთი, რომელზეც არასდროს არ უვლია არავის სხვას, ანუ თავისი კონკრეტული გზა. ვხედავთ ჰაერის სტიქიასაც, ზოგადად რუკაში იანის სტიქიის დომინანტობა აღინიშნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი საკმაოდ ზედაპირული და სწრაფია. ანუ არა აქვს მიწის სტიქია, არა აქვს წყლის სტიქია, შესაბამისად არა აქვს ინტუიცია, ანუ შედარებით სუსტი ინტუიცია აქვს, მიწის სტიქიის დეფიციტიც აქვს, პრაქტიკულობაც არა აქვს და შესაბამისად ეს ადამიანი არის უფრო მოქმედების ადამიანი. ადამიანი, რომელსაც უნდა რომ რაღაც გააკეთოს, ადამიანი რომელიც ყოველთვის რაღაცას აკეთებს, მაგრამ ამ გაკეთებამდე ბევრს არ ფიქრობს, უჭირს კონკრეტულად ამ თუნდაც ნაბიჯის შეფასება, რამდენად საჭიროა ამ ნაბიჯის გადადგმა, რამდენად წარმატებული იქნება, რამდენად ჩემთვის სასარგებლო იქნება, ანუ აი ეს ინტუიციაც არ აქვს, რომ ინტუიციურად წავიდეს, ანუ უბრალოდ აკეთებს, ეშლება და შემდეგ საკუთარ შეცნებებზე სწავლობს. ანუ სხვა ვარიანტი ამ შემთხვევაში აქ არ არის იმის გამო, რომ არ არის მიწის სტიქია, არ არის წყლის სტიქია. ძალიან აქტიური ადამიანია და ჩქარი, ესე ვთქვათ. შემდეგ გადავიდეთ ჯვარზე. ჯვრის შემთხვევაში აქ მეტნაკლებად ასევე დაბალანსებულია, რაც საკმაოდ კარგი არის. ჩვენ ზევით ამაზე უკვე ვილაპარაკეთ დაბალანსებულ ჯვრებზე. რაც შეეხება სტელიუმს და დომინანტ ნიშანს, აქაც იმდენად სტელიუმი არ არის აქცენტირებული. 3 პლანეტა ვერცხლში, იგივენაირად 2 პლანეტა ყუროში, არაფერი ისეთი აქცენტირებული კონკრეტული ნიშანი არ არის. ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ როგორც სტელიუმი, თუმცა ერთ ნიშანში არ არის, ესე დიდი დაჯგუფებებია, ეს უკვე არის კონფიგურაცია, ეს ჯონსის ფიგურა არის უკვე. კონფიგურაციებს რაც შეეხება, ჩვენ ვხედავთ ურემს, ვხედავთ კონვერტს, ვხედავთ ბისექსტილს, ტაუ კვადრატებს, დიდ ტრინს, ანუ საკმაოდ ისეთი აქტიური რუკა არის კონფიგურაციების მხრივ, ბევრი კარგი კონფიგურაცია, რაც ისევ იგივენაირად, რა თქმა უნდა, ზრდის შანსს წარმატების და განვითარებისას. შემდეგი არის ჯონსის ფიგურა. ჯონსის ფიგურის შემთხვევაში სატურნი რომ არ ყოფილიყო იქნებოდა საქანელა, ამ შემთხვევაში უკვე არის ალბათ ლოკომოტივი, შესაძლოა იყოს. საკმაოდ ისეთი აქტიური ჩანს, სადაც სატურნს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და შესაბამისად აქ უკვე დაბადების დრო იქნება მნიშვნელობა გადაწყვეტს იმას, თუ კონკრეტულად რა თემაში არის აი ეს სატურნი, რა თემას ეხება, რომელი თემა არის ამ ადამიანისთვის უფრო კონკრეტულად წამყვანი ცხოვრებაში. პლანეტების პასიურობას რაც შეეხება მზე, აქაც არ არის მაინც და მაინც კარგად, უფრო ნეგატიურად ასპექტირებულია, მერკური პასიურია. და სხვა მეტნაკლებად ისე თუ ასე აქტიურია სხვა დანარჩენი. ჩვენ ვხედავთ კარმული კვანძები რამდენად ცალკე დგანან ყველანაირი ასპექტების გარეშე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში კარმა იმდენად აქტიური არაა. ანუ ამ ადამიანს აქვს თავისუფლება, შეუძლია როგორც უნდა ისე იმოქმედოს, მაგალითად იცხოვროს პროგნოზის მიხედვით, ან გააკეთოს რაც უნდა ცხოვრებაში, ანუ კარმა ეს წინა ცხოვრების თუნდაც ახლანდელი დაგროვილი კალმა, ანუ ამ ადამიანს არ უშლის ხელს და არ სვამს ჩარჩოებში, თავისუფალია ამ ხრივ ადამიანი. თუ რა თქმა უნდა სხვა მაჩვენებლები არ არის რუკაში, აქ რა თქმა უნდა დაბადების დროს აქვს მნიშვნელობა. კარმული გავლენა მხოლოდ კარმული კვანძებით არ იზომება. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რასაც ჩვენ ხედავთ, ამის მეტი, ანუ ჩვენ მეტი ინფორმაცია არ გვაქვს. შემდეგი ჩვენ გვაქვს ლაშატა ლახაძე. ისევ იგივენაირად ვაანალიზებთ ყველაფერს. მზის შემთხვევაში
ხედავთ მზე არის სასწორში, ასევე რა თქმა უნდა არ არის კარგი მაჩვენებელი მზე სასწორში, არ არის კარგი მდებარეობა, შესაბამისად აქაც იგივენაირად არის უფრო მეტად ყოყმანა ხასიათი, ყველასთან ჰარმონიული, ყველასთან დიპლომატიური, შედარებით მშვიდი თვით გამოხატვა. თუმცა უფრო სხვებს აყენებს პირველ ადგილზე, ანუ საკუთარ თავზე წინ ესეთი ადამიანი. თუ არა ისე პირველ გრადუსებზეა, ეს შეიძლება იყოს ან კუროში, ან ვერცხლში, თუ არა ვერცხლში იქნება უფრო მეტად ფიზიკური აქტიურობის მოთხოვნილება, უფრო მეტად სიახლეების მოყვარული ადამიანი, წინსვლის მოყვარული ადამიანი, აქტიურობის მოყვარული ადამიანი, ემოციურად უფრო შედარებით ფიცხი და ფეთქებადი. კუროში იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, იქნება უფრო მშვიდი, უფრო პასიური, შედარებით უფრო ესეთი ჯიუტი ადამიანი, რომელიც უფრო აი ნელი თვითგანვითარების მოყვარულია. და ამტანი ფიზიკურად. სატურნი ამ შემთხვევაში ჩვენ გვყავს მერწყულში. ეს არის იგივენაირად თავისუფალი დემოკრატიული ადამიანი, უფრო შედარებით ინტუიციურად მოქმედი, ალბათ, ნაკლებად, ანუ ესე პირდაპირ სატურნი რეტროგრადული არის და არ არის მაინც ეს ცუდი მდებარეობა, კარგი მდებარეობა, შესაბამისად ამ ადამიანს პასუხისმგებლობის გრძნობაც აქვს, თუმცა რაღაც მხრივ თავისუფალიც არის, ეს პირდაპირ დოგმებში არ ჩდება, იქიდან გამომდინარე, რომ მერწყულში დგას. იუპიტერს რაც შეეხება, იუპიტერი ისევ სასწორშია, შესაბამისად სასწორის მაჩვენებლები ამ ადამიანის ხასიათში უფრო მეტად გამოჩნდება. აი ეს ბალანსის სიყვარული და ესე ვთქვათ, ურთიერთობაში ყოფნის სურვილიც აქ რა თქმა უნდა იქნება პარალელურად. რადგან აი ეს ბალანსის მოყვარული იგივენაირად ითვალისწინებს, რომ იქ მეორე მხარესაც ვიღაც იდგეს. შემდეგი არის მარსი. მარსი მორიელში ყავს, მერკურისთან შეერთებაში, მთვარესთან ოპოზიციაში. ეს არის ძალიან მაღალი ანუ სურვილი ფიზიკური აქტიურობის. იგივენაირად აქტიურობის აი ხელებით მერკურის ან საუბრიდან გამომდინარე აქტიურობა, ან კომუნიკაციური აქტიურობა. და აქვს ამ ადამიანს ეს არის ძალიან დიდი მოთხოვნილება, რადგან მთვარესთან ოპოზიციაშია და თან დგას კუროში, მორიელში. შესაბამისად და ჩვენ არ ვიცი რამდენად ყველა მიცის, მაგრამ მორიელის დომინირება, ზოგადად მორიელის პრინციპი რუკაში გულისხმობს მძიმე ათლეტიკას, ეს არის კრივი და იგივენაირად ანუ ბოქსი. და აი სიმძიმე, ესე ვთქვათ, სიმძიმეების აწევა თუ რაც არის ეს ყველაფერი მძიმე, რაც არის სტატიკური და სიმძიმეებზე აქცენტირებული მძიმეს, რომელიც მძიმე ფიზიკურ, ანუ რაც შეეხება სტიქიებს. ჩვენ ხედავთ, რომ დეფიციტია ცეცხლის სტიქიის, თუმცა ამას დეფიციტია ცეცხლის სტიქიის, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, იმიტომ რომ მთვარე ვერცხლშია თუ კუროშია და დროიდან გამომდინარე ვერ ვიტყვით ამას. თუმცა რაღაც ცოტათ დეფიციტი არის, მხოლოდ მინორული ესე ვთქვათ ნიშნები აქ ლილიტი და რახუ არის, არ არის რეალური პლანეტები ცეცხლში. შესაბამისად ცეცხლის დეფიციტი მეტნაკლებად უფრო მეტად აქცენტირებულია, ანუ დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა ისევ აქაც პრობლემატურია. აქტიურობა არის საკმაოდ, რადგან არის კარდინალური ჯვარი, ფიქსირებული ჯვარიც არის, მეტნაკლებად პასიური მუტაბელური ჯვარი. ეს შეიძლება საუბრობდეს იმაზე, რომ ამ ადამიანს ადაპტაცია მეტნაკლებად შეიცაძლოა უჭირდეს. ეს არ არის რადიკალური მაჩვენებელი, თუმცა არის ესე, რომ უჭირს სიტუაციაზე მორგება. შემდეგი არის სტელიუმი და დომინანტი ნიშანი. სტელიუმი აქ უფრო აი ამას, მაგრამ აქაც ორი პლანეტა არის ნიშანში, ერთ კონკრეტულ ნიშანში არ არის. ესე ვთქვათ, სტელიუმი და დომინანტი ნიშანიც მაინც და მაინც გამოხატული არ არის, თუ არ ჩავთვლით მორიელსაც სამი პლანეტაა, არ არის ესე გამოკვეთილი. რომ პირდაპირ ხასიათზე ვისაუბროთ. კონფიგურაციებს რაც შეეხება ამ შემთხვევაში აქ უფრო მინორული კონფიგურაციები არის, მინორული ასპექტებიდან გამომდინარე, მაინც და მაინც ესეთი მაჟორული კონფიგურაციები არ ჩანს. რა თქმა უნდა, აქ მთვარის მდებარეობასაც ექნება მნიშვნელობა დაბაზდების დროის მიხედვით შესაძლოა მთვარემ შექმნას შეკრას რაიმე კონკრეტული კონფიგურაცია, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქ ჩვენთან ესე ვთქვათ კოსმოგრამაში კონფიგურაცია არ ჩანს. რაც რა თქმა უნდა ცუდი არის, უფრო ნაკლები შანსია წარმატების, თუმცა ეს არ გამორიცხავს წარმატებას, რა თქმა უნდა ყველაფერი პროგნოზზეა დამოკიდებული. ეს არის ზოგადად ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომ კონფიგურაციების გარეშე ზოგადად რთულია წარმატების მიღწევა და იგივენაირად საკუთარ თავზე მუშაობა, ხასიათის გამოსწორება იგივენაირად პრობლემატური იქნება. ჯონსის ფიგურას რაც შეეხება, აქაც თუ კარმულ კვანძებს გავითვალისწინებთ, უფრო გავს ლოკომოტივს.
და აქ უკვე კარმას და ვენერას ექნება დიდი მნიშვნელობა მის სფეროებს ეს უკვე დაბადების დროიდან გამომდინარე ამ ყველაფერზე ვისაუბრებ თუმცა თვითონ ჯონსის ფიგურა როგორც ლოკომოტივი საკმაოდ კარგი და წარმატებული ფიგურაა ასპექტებს რო გადავხედოთ მზე ისევ პასიურია მარსი იგივენაირად პასიურია და სატურნი მეტნაკლებად არ არის მაინც და მაინც პასიურსაც ვერ იტყვი აქაც ეგოს პრობლემა არის ქმედებები ნაბიჯების გადადგმა შედარებით უფრო პასიური არის უჭირს ცხოვრების განმავლობაში და სულ ეს არის ისე თუ ასე სხვა მეტი არ ჩანს ჩანს ბევრი მინორული ასპექტი რაც ნიშნავს რომ ეს არის რაღაც კარმული კონკრეტული კარმული გავლენა ადამიანის რუკაში კარგი აი აქ არის კონფიგურაციის ნახევარი მე რასაც ვხედავ რომელიც რეალიზდება ამ ადამიანის ცხოვრებაში ხშირად ტრანზიტულ პერიოდებში ანუ კარმული ზეგავლენა აქ მეტნაკლებად ჩანს უფრო მეტად აქტიური შემდეგი არის მიხეილ სააკაშვილის რუკა ჩვენ ამ შემთხვევაში დაბადების დრო ვიცით დედის სიტყვებით ისევ გამოდის რომ მიახლოებით ვიცით მზე ვხედავთ რომ მზე ჩვენ აქ გვაქვს მშვილდოსნის ბოლო გრადუსზე შესაბამისად აქ ჩანს ამ ადამიანის ქარიზმა, ადამიანის პირდაპირობა, ადამიანის აი პუბლიკის სცენის მოყვარულობა, რომ სჭირდება ადამიანის პუბლიკა და ეს ადამიანი ყოველთვის ზოგადად მშვილდოსნების მახასიათებელია, როდესაც ხედავენ მასშტაბებს, ანუ უნდათ აი ესეთი მასშტაბური დიდი მიზნების მიღწევა, ხედავს თავის მიზანს, სადღაც შორს, მაგრამ აი როგორ მივიდეს იმ მიზნამდე, აი ეს დეტალები ყოველთვის უჭირს ამ დეტალების დანახვა, ანუ ჩანს უბრალოდ მიზანი, მაგრამ მიზნისკენ მისასვლელი გზა კონკრეტულად არ ჩანს. აი ესეთი პრობლემა აქვს ხოლმე ხშირად მშვილდოსნებს. მთვარის შემთხვევაში მთვარი აქ ლომშია შესაბამისად კიდევ ერთხელ იკვეთება ცეცხლის სტიქია, კიდევ ერთხელ ეს აქტიურობა, დომინანტობის სურვილი, ლიდერობა და ლიდერული უნარები, ეს სხვების დახმარებიდან გამომდინარე, როდესაც ანუ განსხვავდება ვერძი ლიდერი, ლომი ლიდერი და მშვილდოსანი ლიდერი. ვერძი ლიდერი არის რომელიც არის თავში და სხვებს ეუბნება რომ ეს გააკეთეთ, ანუ უბრძანებს, ან მიუთითებს და ანახებს. ლომის შემთხვევაში ლომი არის თითქმის თანაბარი ლიდერი, რომელიც გვერდით გიდას, გეხმარება და განახებს როგორ უნდა გააკეთოს და გააკეთო. მშვილდოსნის შემთხვევაში მშვილდოსანი არის თეორიული ლიდერი. ანუ გეუბნება რაღაც კონკრეტულ იდეებს, ფილოსოფიურ მიდგომებს და სცენიდან გასწავლის, ისე ვთქვათ, თეორიულად რა უნდა გააკეთო. ხო მთვარის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ რომ აქ მთვარი დგას ასცენდენტთან ახლოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი სურვილები, საკუთარი აზრები, საკუთარი შეხედულებები, საკუთარი მოთხოვნილებები. ეს მოთხოვნილებები, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს ნებისმიერი, საკუთარი სამშობლოს კარგად ყოფნა, წინსვლა, საკუთარი წინსვლა, ანუ ნებისმიერი წინსვლა, ნებისმიერი მოთხოვნილება, რაც ანუ ცუდი იქნება თუ კარგი იქნება, მისთვის ნებისმიერი საკუთარი სურვილი და მოთხოვნილება დგას პირველ ადგილზე მნიშვნელოვანი როლი უკავია თავის ხასიათში ამ ყველაფერს. ჩვენ რადგან დრო ვიცით, შეგვიძლია ვნახოთ, რომ მთვარე მე-11 სახლს მართავს, შესაბამისად ისევ საკუთარი აზრები, საკუთარი ოცნებები არის მნიშვნელოვანი ამ ადამიანისთვის და იგივენაირად კოლექტივი მეგობრები. სატურნის შემთხვევაში სატურნი აქ არის ვერძში, მერვე სახლში, ეს არის ცუდი მდებარეობა. სატურნისთვის საკმაოდ ეს ადამიანი არ არის ზრდასრული, ამ ადამიანს უჭირს ესე ვთქვათ, პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება საკუთარ ხასიათში, იგივენაირად უჭირს მეთოდურობა, უჭირს წინდახედულობა, ანუ არ არის წინდახედული, უფრო ისე რომ საკუთარ ნაბიჯებზე პასუხი აგოს და წინასწარ გათვალოს რაიმე, აი სტრატეგიული აი ეს უნარები უჭირს პრობლემატურია ამ შემთხვევაში. ესეთი ადამიანები ხშირ შემთხვევაში რჩებიან ხოლმე ბავშვებად დიდ ასაკშიც კი აი ეს უჭირთ წინდახედულება. უფრო მეტად სურვილებზე ორიენტირებულები არიან, რომ აი რაიმე გააკეთონ, მაგრამ აი ეს კონკრეტული ნაბიჯი რაც მოიტანს, ეს უკვე პრობლემატურია მათთვის. ამ ყველაფრის განსაზღვრა წინასწარ. იუპიტერი არის კირჩხიბში, ქალწულში და ქალწული პირველ სახლში არის ჩართული ნიშანი, შესაბამისად სამი პლანეტა არის ქალწულში და რეალურად ქალწული მოითხოვს მისგან აი ამ დისციპლინას, ხასიათში ექნება, რომ ეს ესე უნდა იყოს, ის ესე უნდა გაკეთდეს, აი კონკრეტული სქემები, კონკრეტული სტრუქტურირებისკენ მიდრეკილება, როგორც ისეთი ხასიათში აქვს, მაგრამ ასეთი სატურნის შემთხვევაში ეს სტრუქტურული მიდრეკილება უფრო დეტალებზე ორიენტირებული არის და არა ზოგად წინდახედულებაზე რაღაც უფრო რამდენიმე ნაბიჯს წინასწარ ესეთი ადამიანი ვერ გათვლის, თვლის უბრალოდ ესე მის წინ მდებარე ხანმოკლე პერიოდში, ისე ვთქვათ, ვადაში რაღაც დეტალებს გათვლის.
თუმცა ეს წესრიგისკენ მოთხოვნილება რა თქმა უნდა ექნება. ეს ისევ მახასიათებლები არის ზოგადი, ეს არ არის სიღრმისეული ანალიზი, შესაბამისად მე რასაც ვამბობ, ეს არის კონკრეტული ერთი მაჩვენებლიდან გამომდინარე, ეს არ არის დასკვნა არანაირ შემთხვევაში. შემდეგი არის მარსი. მარსი არის მერწყულში. შესაბამისად მე-6 სახლში ამ ადამიანისთვის სპორტი არის აუცილებელი ყოველდღიურობაში და ის რომ მარსი მერწყულშია გულისხმობს იმას რომ ეს ადამიანი არის ძალიან აქტიური, არის ძალიან არაპროგნოზირებადი ქცევებში ყოველდღიურობაში და ამ ადამიანს აქვს მოთხოვნილება ყოველდღიურად რაღაც კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, ინიციატივა გამოიჩინოს, თუმცა ეს არის არაპროგნოზირებადი იმპულსური ქცევები, შესაძლოა ქაოტური ქცევები, რადგან მარსს მხოლოდ ნეგატიური ასპექტები აქვს, როგორც ვხედავთ და ზოგადად ქცევებით ნაბიჯები მისი არის დემოკრატიული, არავის წყენინება არ უნდა, არავის დაჩაგვრა არ უნდა, მაქსიმალურად დემოკრატია ქცევებში, თუმცა ეს არ გამორიცხავს ქაოსს, რადგან მარსს არ აქვს დადებითი ასპექტები, შესაბამისად ამ მარსის რეალიზება დადებითი მიმართულებით პრობლემატურია. თუ რა თქმა უნდა დამუშავებადი არის. სტიქიის შემთხვევაში აქ არის აქცენტირებული ცეცხლის სტიქია, არის მიწის სტიქია, შედარებით ნაკლები არის ჰაერი და წყალი. შესაბამისად ადამიანს აქვს პრაქტიკულობაც, თუმცა უფრო მეტად ესე აქტიური არის და ქმედებებზე ორიენტირებული, ნაბიჯებზე ორიენტირებული. თუმცა რაღაც კონკრეტული პრაქტიკულობაც აქვს, ჩანს რომ 3-4 მაჩვენებელი არის მიწის სტიქიაში. მძიმე აქვს ხასიათი, რადგან ჰაერის სტიქიის დეფიციტია და ემოციების გამოვლენა უჭერს, რადგან წყლის სტიქიის დეფიციტიც არის. ინტუიციის შემთხვევაში ცოტა პრობლემები აქვს, ესე ვთქვათ. შემდეგ ჯვრებს რომ გადავხედოთ, მეტნაკლებად აქაც ბალანსირებულია, შედარებით ცოტათი აკლია კარდინალური ჯვარი, რაც აქტიურობა შედარებით ნაკლებად შეიძლება იყოს გამოვლენილი ხასიათში აქტიურობა უფრო მეტად, თუმცა ეს აქტიურობა რა თქმა უნდა აბალანსებს ცეცხლის სტიქია და ფიქსირებული ჯვარი არის უფრო მეტად გამოვლენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი შედარებით უფრო ჯიუტია და საკუთარ აზრებს შეხედულებებს არ იცვლის და აქვს საკმაოდ აქტიური მუტაბელური ჯვარიც, რაც ნიშნავს, რომ გარემოში საკმაოდ სწრაფად და კარგად ადაპტირდება. რაც შეეხება სტელიუმს და დომინანტ ნიშანს, აქაც იგივენაირად მთვარე თუ არის ქალწულში, ამ შემთხვევაში დომინანტი იქნება ქალწული და დეტალებზე ორიენტირებული და კრიტიკული ადამიანი, საკუთარ თავის და სხვების მიმართაც, თუ მთვარე იქნება ქალწულში. სხვა შემთხვევაში მაინც და მაინც არ არის გამოხატული კონკრეტული რომელიმე დომინანტი ნიშანი, სტელიუმიც ერთ ნიშანში დიდად არ ჩანს. კონფიგურაციებს რაც შეეხება იელქანს ვხედავთ, იელქნის ესე ვთქვათ იელქანში მონაწილე დიდ ტრინს და ბისექსტილსაც ვხედავთ, სხვა მაინც და მაინც ისეთი არაფერი ჩანს. ხო, სხვა მეტი არ ჩანს, ჩანს რამდენიმე ასპექტი კარმული, რომელიც ცოტა რთულია ითქვას კონკრეტულად რომელი კონფიგურაციაში შეიძლება შეიკრას, თუმცა იელქანი ჩანს, იელქანი ზოგადად კარგი კონფიგურაცია, მით უმეტეს როდესაც ასცენდენტს მოიცავს ეს ყველაფერი. საკმაოდ კარგად გამოიხატება. ჯონსის ფიგურა ამ შემთხვევაშიც ისევ იქნება ლოკომოტივი, რომელიც უკვე ვთქვით, რომ საკმაოდ კარგი კონფიგურაცია და ამ შემთხვევაში მთავარი იქნება ლილიტი მე-9 სახლში, კუროში, რომელიც მოითხოვს ცოდნას და გამოცდილებას და მთვარე ასცენდენტზე საკუთარი სურვილები, მოთხოვნილებები და აზრები. წამოუტანს ამ ადამიანს წარმატებას ცხოვრებაში. თვითონ რომ გადავხედოთ, ესე ვთქვათ, მზე მთვარე, მერკური მეტნაკლებად აქტიურია. ვენერას უკვე პრობლემები აქვს, ვენერა შედარებით პასიური არის, გრძნობების გამოხატვა პრობლემატურია, მარსი ძალიან პასიურია, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დამოუკიდებლად პრობლემატურია, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის სტიქია აქვს და აქტიური არის, აქტიურობის სურვილი აქვს, თუმცა ის რომ რამდენად რეალურად გადადგამს ნაბიჯებს, თალკი პრობლემაა. ანუ ეს რა თქმა უნდა პროგნოზია დამოკიდებული, ეს არის ზოგადად, რომ პრობლემატურია ნაბიჯების გადადგმა. ანუ ამ ადამიანს დასჭირდება გვერდით ადამიანი, ვინც უბიძგებს კონკრეტული ნაბიჯის გადადგმისკენ. ანუ იქნება ამ ყველაფრის როგორ ვთქვათ, რეალიზება იქნება სპორტში, ან რომელიმე დაძაბულ სფეროში, რადგან ნეგატიური ასპექტები აქვს, თუნდაც პოლიტიკაში, თუმცა ეს იქნება უფრო ესეთი შედარებით უფრო პრობლემატური ნაბიჯები. იუპიტერის შემთხვევაში იუპიტერიც საკმაოდ პასიურია, შესაბამისად ეს ქალწულის მონაცემები იუპიტერის შემთხვევაში რა თქმა უნდა მონაცემები ექნება, უბრალოდ რეალიზაცია მონაცემების იქნება პრობლემატური, რადგან ასპექტები არ არის. პლანეტა ენერგიას არ გასცემს. სატურნიც საკმაოდ პასიური აქვს, რაც ამ შემთხვევაში არ არის
ცუდი. ცუდი არის ნეგატიური ასპექტები, მაგრამ თვითონ პასიურობა, რადგან სატურნი აქ ცუდად დგას, ისედაც დასამუშავებელია და რომ არ არის აქტიური და ერთი მხრივ კარგია, რადგან გამოვლენა არ ექნება იმდენად და მეორე მხრივ ნეგატიური ასპექტებია ცუდია, რადგან ის მცირე გამოვლენა რაც აქვს, იგივენაირად ნეგატიურია და დამუშავების შანსიც ნაკლებია სატურნის და მარსის, იქიდან გამომდინარე, რომ არ აქვს დადებითი ასპექტები. შესაბამისად, დამუშავება იქნება შესაძლებელი მხოლოდ კონკრეტულ პერიოდებში, როდესაც პროგნოზში ამ პლანეტებს ექნებათ დადებითი ასპექტები. სხვა ისე თუ ასე ყველაფერი მეტნაკლებად გასაგებია. გადავიდეთ ლაშა ბექაურზე. ამ შემთხვევაში რა ხდება? ამ შემთხვევაში მზე ჩვენ გვყავს ლომში და ამ ადამიანს ძალიან ეტყობა ლომის მახასიათებელი, ისედაც მახასიათებლები ის რომ სულ იცინი, სულ პოზიტიურია, სულ აქტიურია, რაღაც ის დომინანტური მეფური არის მის ხასიათში, ეს ყველაფერი ლომის მახასიათებელი, არ გამიკვირდება ასცენდენტიც თუ ლომი ეყოლება, იმიტომ რომ ძალიან გამოკვეთილია ჩემი აზრით ლომის პრინციპი ამ ადამიანში, ხასიათში, თვით გამოხატვაში. მთვარი არის ტყუპებში, იუპიტერთან შეერთებაში. ეს ცუდად იმაჩვენებელია დემაგოგიისაც, რომ ადამიანს გონია რომ ყველაფერი იცის. იგივენაირად აქვს ძალიან მოთხოვნილება საუბრის, ინფორმაციის გადატანის, ადაპტაციის, მაღალი ადაპტაციის უნარი აქვს და იგივენაირად აქვს სურვილი ინტელექტუალურ სფეროში, ანუ განვითარების. ანხელებით მუშაობის. და შემდეგი არის სატურნი კუროში დგას ისევ მთვარისთან შეერთებაში. აქ უკვე კუროსი მშვიდე შემოდის, წინ დახედულობა, უფრო ნელი მუშაობა, ნელი განვითარების უნარი და აი სტაბილურობა მაქსიმალური, იგივენაირად არ არის ცუდი მაჩვენებელი. ამ შემთხვევაში აი ამ ტყუპების ეულ მთვარის და იუპიტერს ცოტათი ესე ვთქვათ ზღუდავს და აჩერებს, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია გონებრივი მიმართულებითაც. იუპიტერი სატურნის შეერთება მთვარისთან ერთად კარგი მაჩვენებელია. აქ ჩვენ ხედავთ მთვარი პლუტონის ოპოზიცია არის, ესეც დომინანტურობაზე მიუთითებს, აქვს ადამიანს ფიზიკური აქტიურობის მოთხოვნილება. შემდეგ არის იუპიტერი ვთქვით უკვე და მარსი ჩვენ გვყავს კირჩხიბში. ეს არის შედარებით უფრო მზრუნველი თბილი ადამიანი და ასევე წინდახედულის კირჩხიბს ახასიათებს წინდახედულება ყოველთვის ქცევაში შედარებით უფრო ესეთი ფრთხილი არის ესეთი ადამიანი. შემდეგი არის სტიქიები მეტნაკლებად ბალანსირებულია, ვხედავთ, ეს არის კარგი, ბალანსირებული სტიქიები, მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანს აქვს შედარებით უფრო ამტანი ორგანიზმი, ჯამრთელი ადამიანი, ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ეხლა სამედიცინო პრობლემები ყველას გვაქვს, თუმცა ამტანობა, იმუნიტეტი, ესე ვთქვათ, უფრო მეტად ბალანსირებული სტიქიების შემთხვევაში უფრო ძლიერი ორგანიზმი აქვს ადამიანს. რაც შეეხება ჯვრეებს, ვხედავთ კარდინალური ჯვარი კარგად არის აქცენტირებული, ფიქსირებული ჯვარი და მუტაბელურიც მეტნაკლებად ისევ თითქმის თანაბარი მაჩვენებლებია, რაც იგივენაირად უკვე ვთქვით, კარგია ადამიანისთვის. შემდეგი არის სტელიუმი და დომინანტი ნიშანი. სტელიუმი ჩვენ აქაც ერთ კონკრეტულ ნიშანში იმდენად არ გვაქვს, გარდამავალია ყველგან სამსამე პლანეტებით. კონფიგურაციები ჩვენ რაც გვაქვს ურემი, რაც არ არის ცუდი კონფიგურაცია, ეს არის ეტაპობრივი განვითარება, ნელი, მაგრამ ესე ვთქვათ, მდგრადი განვითარება და სხვა მაჩვენებელი სიტუაცია არ არის. პერიოდულად, რა თქმა უნდა, შეიკრება ტაუ კვადრატები ამდენი ოპოზიციიდან გამომდინარე. თუმცა ეს სიტუაცია საშუალო მაჩვენებელია, არ არის ცუდი. საერთოდ კონფიგურაციების გარეშე ყოფნა სჯობს. ურემი არ არის ცუდი კონფიგურაცია, მე თვითონაც ურემი მაქვს, მე კმაყოფილი ვარ. ჯონსის ფიგურა აქ ერთმნიშვნელოვნად არის საქანელა, ძალიან ისეთი კლასიკური საქანელა არის, ეს თხისქის მაჩვენებლები და კერჩხიბის მაჩვენებელი არის საპირისპირო ამ ადამიანისთვის, ანუ ხასიათში ამ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გაორება, იყოს როგორც მზრუნვილი, ასევე ცივი პერიოდულად ხასიათში და სფეროშიც ამ ადამიანისთვის იქნება უფრო მეტად ოპტიმალური ორ სფეროში განვითარება, რაიმე ორ მხრივი განვითარება ცხოვრებაში. არ არის აუცილებელი ორი პროფესია იყოს, ის იყოს ანუ რაიმე ორი კონკრეტული მიმართულებით განვითარება. იქნება სავარაუდო ამ ადამიანის ცხოვრებაში. სხვა გარდა მერკურის პასიურობისა, აქ მაინც ბევრი არაფერი ჩანს, ასევე ურანი რამდენად პასიური არის. ეს არ არის მაინც ცუდი. ეს უკვე ცუდი იქნება, როდესაც დრო გვეცოდინება და გვეცოდინება ურანი კონკრეტულად რა სფეროზეა პასუხისმგებელი, რომელი სფერო აქვს ამ ადამიანს პასიური.
შემდეგი არის შალვა ნათელაშვილი. და მოვrჩით მგონი. შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში ვხედავთ მზე არის მერწყულის ბოლო გრადუსებზე, დემოკრატია ადამიანი, თავისუფალი ჩარჩოების გარეშე, ეს ყველაფერზე უკვე ვისაუბრეთ. მთვარეც მერწყულშია, რაც უფრო მეტად ესე ვთქვათ გამოაჩენს ხასიათში მერწყულის მახასიათებლებს, ეს თავისი განსხვავებულობა აქვს, მზე პლუტონის ოპოზიციაა, შესაბამისად ფიზიკური აქტიურობის მოთხოვნილება აქვს და ძალიან ესეთი განსხვავებული, თავისუფალი, დემოკრატიული იქნება ეს ადამიანი. ჩვენ შემთხვევაში უფრო განსხვავებულობა ჩანს, ანუ უფრო ნეგატიური, მერწყულის უფრო ნეგატიური მაჩვენებელი ჩანს ამ ადამიანის შემთხვევაში, მე კონკრეტულად როგორც ვხედავ მის ხასიათში და ეს არის გამოწვეული აი ამ დიდი კვადრატით, რომელიც ეხება მერწყულსაც, ანუ მერწყულის პრინციპი არის დაზიანებული და შესაბამისად მერწყულის უფრო შედარებით ნეგატიური თვისებები გამოდის პირველ წინა პლანზე, ეს იქნება მაქსიმალური დემოკრატია, როდესაც აი ყველასთან რო თანაბრად არავის დაჩაგვრა რო არ გინდა, რაღაცა ესეთი მაქსიმალური თავისუფლების მოყვარული ადამიანი, რომელიც ზოგადად ჩვენს ცხოვრებაში ეს არის პრობლემატური მისთვის, ესე ვთქვათ. ანუ სოციალურ წყობას, ესე ვთქვათ, იერარქიულს ეწინააღმდეგება ესეთი ადამიანის ქმედებები, რაღაცნაირად კონფლიქტში მოდის. და იგივენაირად საკუთარ თავზე ეს ადამიანი ნაკლებად ფიქრობს, ყოველთვის უფრო მეტად სხვებზე, რაც ცუდია, კონკრეტულად მისთვის. და კიდევ რისი თქვა მინდოდა გამოიხატება ეს მერწყულისეული ქაოტურობა, იმპულსურობა, განსხვავებული იმიჯი, ესე ვთქვათ. ხო, არ მახსოვს ის სიტყვა. მოკლედ გავიგეთ, რაც არის. სატურნის შემთხვევაში, სატურნი არის მშვილდოსანში, იგივენაირად არ არის მაინც კარგი მაჩვენებელი, აქ არის უფრო აფეთქებადი, აქტიურობიდან გამომდინარე, ანუ ესე მეთოდურობაზე, სტრატეგიაზე მაინც ვერაფერს ვერ ვიტყვით კარგს ამ შემთხვევაში. იუპიტერი არის მორიელში, ისევ დიდი კვადრატის კონფიგურაციაში შედის, კარმული გავლენის ქვეშ არის და ამ ადამიანს იგივენაირად ექნება წინსვლის სურვილი, ეს რაღაც თავისიანების დაცვის სურვილი, ფიზიკური აქტიურობა, უკვე ვთქვით, ინტენსიური განვითარების სურვილი. შემდეგი არის მარსი. მარსი არის თხრის ქვეშ, საკმაოდ კარგი მონაცემია ამ შემთხვევაში, მიზანდასახულის, მისი ქმედებები შესაძლოა იყოს სწორი, პრაქტიკული, წინდახედული, წინასწარ დაგეგმილი. ეს კარგი მაჩვენებელია. მით უმეტეს ნებისმიერი ადამიანისთვის, მეტნაკლებად და მით უმეტეს პოლიტიკოსთვის კარგი, ძლიერი მარსი კარგია. შემდეგი არის სტიქიები. სტიქიების შემთხვევაში ჩვენ ხედავთ არის ცეცხლის სტიქიის დეფიციტი, რაც რა თქმა უნდა ცუდია, ეს უკვე შედარებით აფერხებს მარსის რეალიზაციას, რადგან არ არის რუკაში დომინანტი სტიქია, ეს დომინირების ესე ვთქვათ მოთხოვნილება. აქ მეტნაკლებად უფრო მეტად აქტიური არის ჰაერის სტიქია და წყლის სტიქია. შესაბამისად ეს ადამიანი ფიზიკურად უფრო აქტიურია, რითი გამოირჩევა ცეცხლის სტიქიის აქტიურობა ჰაერის სტიქიისგან, ცეცხლის სტიქია არის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უყვარს, უფრო კონკრეტისკენ, ანუ კონკრეტულად ნაბიჯებს დგას და უფრო მეტად დამოუკიდებელია და ჰაერის სტიქი არის ინტელექტუალურად უფრო აქტიური არის, ანუ აქტიურობის მოთხოვნილება აქვს, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა, ანუ რაღაც ისეთი შედარებით უფრო უმისამართო, ესე ვთქვათ, აქტიურობა არის, ინტელექტუალური აქტიურობა, კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა ჰაერის სტიქიას მეტნაკლებად უჭირს. და წყლის სტიქია ინტუიცია და ემოციების, ანუ ემოციებს კარგად გამოხატავს მეტნაკლებად. რაც შეეხება ჯვარს, ჩვენ ხედავთ კარდინალური ჯვრის დეფიციტია. იგივენაირად აქტიურობის პრობლემა აქვს, ნაბიჯების გადადგმის პრობლემა აქვს და ესეთი კარგი მარსის შემთხვევაში ეს ცუდი არის, რეალიზაცია არ ხდება მარსის იმდენად ზოგადად, რა თქმა უნდა, ყველაფერი კონკრეტულ დროში პროგნოზია დამოკიდებული. ძალიან აქტიურია ფიქსირებული ჯვარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ნაკლებად ამბიციური არის და უფრო მეტად შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, რაც აქვს ის, რომ შეინარჩუნოს. და რა თქმა უნდა სიჯიუტე პრინციპები, საკუთარი პრინციპები, რომელსაც არ ღალატობს. მუტაბელურ ჯვარი მეტნაკლებად საშუალო არ არის, მაინც აქტიური არ არის, ისე თუ ასე ადაპტაციის დონე რაღაც დონე არის შენარჩუნებული რუკაში. სტელიუმს და დომინანტ ნიშანს რაც შეეხება. მაინც სტელიუმი არ ჩანს, თუმცა ამ შემთხვევაში მერწყულის ნიშანს ალბათ უფრო გამოვკვეთით, იმიტომ რომ 4 პლანეტა არის და მეტნაკლებად ხა სტელიუმი კლასიკური არ არის, მაგრამ დომინანტ ნიშანი მინიმუმ არის მერწყულისეული, რაც იგივენაირად მერწყულის პრინციპებს უფრო მეტად გაუსვამს ხაზს. კონფიგურაციებს რაც შეეხება, ხედავ დიდ კვადრატს, რაც ცუდია, ეს მით უმეტეს კარმული დიდი კვადრატია და უფრო მეტად ცუდია.
ვიცით რომ დიდი კვადრატის ესე ვთქვათ დამუშავება პრობლემატურია. გვაქვს ტრაპეცია, გვაქვს იალქანი უფრო დიდ ორბისებზე. ხო, ეს არის სულ თითქოს. ისე თუ ასე კონფიგურაციები არის, შესაბამისად წარმატების შანსი და ხასიათის დამუშავების შანსიც არის, თუმცა დიდი კვადრატი რა თქმა უნდა პრობლემა არის და პრობლემებს შექმნის. და ჯონსის ფიგურის მიხედვითაც აქაც მეტნაკლებად ალბათ უფრო ლოკომოტივია ან კონცენტრირებული შხეფი, იმიტომ რომ თუ გავითვალისწინებთ ლილითსაც და კეტუსაც, ამ შემთხვევაში გამოდის ლოკომოტივი. რომ არ გავითვალისწინოთ კეტუ, მაინც გამოდის ლოკომოტივი. თუ ლილითსაც არ გავითვალისწინებთ, ამ შემთხვევაში უკვე თასი გამოდის. თუმცა მე არ მესმის ამდენი ობიექტების გაუთვალისწინებლობა, მე ვითვალისწინებ ყველაფერს. და თვითონ ლოკომოტივზეც ვიცით უკვე ვისაუბრეთ კონკრეტულად რანაირი კონფიგურაცია. აქ პასიურობის მხრივ მხოლოდ მერკურის პასიურობა ჩანს, სრული პასიურობა, შესაძლოა კომუნიკაციაზე გქონდეს ამ ყველაფერს გავლენა, მაგრამ მხოლოდ კომუნიკაციაზე ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ არ ვიცით მესამე სახლი, არ ვიცით დაბადების დრო, შესაბამისად სრულ დასკვნას და კომუნიკაციას ესე ვერ განვიხილავთ ბოლომდე. ხედავთ მთვარე, როგორ დაზიანებულია, პასიურია. მთვარის შემთხვევაში ერთი შეერთება, ერთი ოპოზიცია გვაქვს, დანარჩენები ყველაფერი მაღალ გრადუსზეა. და ვენერასაც რო გადავხედოთ ქალის როლი ზოგადად მის ცხოვრებაში, აქაც სულ ნეგატიური ასპექტებია. შესაბამისად, ანუ ქალის როლი მის ცხოვრებაში არ არის მაინდამაინც დადებითი. ეს შესაძლოა მიუთითებდეს თუნდაც დედასთან პრობლემაზე, შესაძლოა მიუთითებდეს ზოგადად ქალებთან პრობლემაზე. ეს არის სულ რისი თქმაც მინდოდა. დღეს იმედი